ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის შესრულების სამოქმედო გეგმა წარადგინა. გეგმის მიზანია შეაფასოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა, კონვენციასთან შესაბამისობის თვალსაზრისით, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის შეიმუშაოს სარეკომენდაციო კონცეფცია. რეკომენდაცია ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით მომზადდა. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლის ლინა ღვინიანიძის განცხადებით, დოკუმენტზე მუშაობისას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა. ღვინიანიძის თქმით, კანონმდებლობა არის არსებითად წინააღმდეგობაში კონვენციასთან. ის ეფუძნება სამედიცინო მოდელს და ის სრულად გამორიცხავს სოციალური მოდელის საჭიროებას თავის თავში, რასაც ებნის როგორც სტატუსის მინიჭების წესი, ასევე ქმედუუნარობის საკითხი. კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს არსებითად, მაგრამ და შეიმუშაოს ასე თქვა სოციალური მოდელი და დაამკვიდროს და ამას ებმის ბუნებრივია ქმედუუნარობის საკითხი, დღევანდელი მდგომარეობით ქმედუუნაროდ პირის აღიარება როცა ხდება, მისთვის ხდება პრინციპში ყველა უფლების ჩამორთმევა ავტომატურ რეჟიმში, ეს ზღუდავს მის უფლებას მიმართოს სასამართლოს, იქორწინოს, გაზარდოს საკუთარი შვილი და ასე შემდეგ. ვფიქრობთ, რომ ეს მიდგომები არსებითად უნდა გადაიხედოს და ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ასევე გაატაროს ადეკვატური სოციალური პოლიტიკა ამ ჯგუფის მიმართ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები დაინახოს როგორც დამოუკიდებელი მიზნობრივი ჯგუფი, რომელსაც განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება იმისთვის, რომ ეს არათანასწორი გარემო გაათანაბროს თავისი წამახალისებელი და პოზიტიური ღონისძიებებით. უნდა დავიწყოთ სწორედ ამ კონვენციის შემდგომი პროცესი, ეს არის სხვადასხვა საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით, კანონში ცვლილებები, იმპლემენტაციის პროცესი, ასევე სოციალური, ეკონომიკური თუ სხვადასხვა მიმართულებით შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით იმ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, რასაც კონვენცია საქართველოს აკისრებს უკვე როგორც ხელშემწყობ მხარეს. ამ კუთხით საკმაოდ ბევრი გვაქვს ჩვენ სამუშაო, იმიტომ რომ ეს იყო პირველი ნაბიჯი და ამის შემდეგ არის უფრო რთული ეტაპი, როდესაც იწყება კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც დღეს კიდევ არ არის იმ დონეზე საშუალოდაც კი შესრულებული. ამიტომ პარლამენტის ამოცანა კიდევ უფრო ზუსტად შექმნას ეფექტური საფუძვლები რეალიზაციისთვის, კანონის საფუძვლები, ამისთვის ალბათ ჩვენ მოგვიწევს გარკვეულად ანალიზი კანონმდებლობის, რაც შეიძლება კიდევ უფრო რაღაცა გავამტკიცოთ, რაც შეიძლება ახალი დებულებები შევიტანოთ იმისათვის, რომ შემდეგ უკვე აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, არასამთავრობო სექტორმა, ზოგადად საზოგადოებამ იმოქმედოს იმგვარად, რომ შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანები გრძნობდნენ თავს მართლაც აბსოლუტურად ყველა უფლების მატარებლად ამ ქვეყანაში. დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია თავისი პრეზენტაციით, ვინაიდან ის ეხება სწორედ ცალკეული მუხლებით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციას ქვეყანაში. მაგალითად, შრომის მიმართულებით თუ რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ იმისთვის, რომ მოვახდინოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ლობირება და გავატაროთ ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები და შემდეგ მოვახედინოთ მისი აღსრულება, რომ ამან შედეგი გამოიღოს და მივიღოთ დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენცია გაერომ 2006 წელს მიიღო. საქართველომ ამ დოკუმენტის მიღების ვალდებულება 2009 წელს აიღო, ხოლო გასული წლის 26 დეკემბერს კონვენციის რატიფიცირება საქართველოს პარლამენტმა მოახდინა.